საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების რესტავრატორებმა 2025 წელს 2063 წიგნი აღადგინეს და ყდაში ჩასვეს. სპეციალისტების განმარტებით სამუშაოები საკმაოდ შრომატევადია და დიდ ყურადღებას მოითხოვს. გასულ წელს 2376 პერიოდული გამოცემა აიკინზა და ყდაში ჩაისვა. სამუშაოების ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა 32343 ფურცელს. მათ შორის არის წიგნის, ჟურნალისა და გაზეთის ფურცლები. როგორც კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიული პაქსაშვილმა აღნიშნა, გაიწმინდა და დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალ გამოცემას. შარშანდელი წელიც, როგორც სხვა წინა წლები, პრიორიტეტი იყო სარარიტეტო გამოცემები. თქვენ იცით, რომ ახლა ყოფილი მაჩაბლის დარბაზი გადაკეთდება წიგნის მუზეუმად და მან ჩვენი ექსპონატები გამოიფინება. ჩვენ რა თქმა უნდა მათ ვიზუალურ მხარეზე ვზრუნავთ და თანამშრომლობთ რარიტეტულ განყოფილებასთან ამ გამოცემების გამოფენაზე. დასრულდა თედო სახოკიას პირადი კოლექცია და მიმდინარეობს მუშაობა ნიკო ნიკოლაძის არქივზე. ეს არქივი მოიცავს როგორც წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, ასევე ფოტოებს, ხელნაწერებს. ეს ხელნაწერები ჩავსვით ყველა ყუთებში. ეს ყუთები არის სპეციალურად საარქივო გამოცემებისთვის შექმნილი და მაღალი ხარისხის და მიმდინარეობს არქივის წიგნების აღდგენა, პერიოდული გამოცემების აღდგენა და ასე შემდეგ. წინა წელს იყო პირველად, როცა მოხდა ყდაზე, ჩვეულებრივ ყდაზე, კალმით ოქროს გადატანა და მოხატვა. ასევე ტყავის ყდა დავამზადეთ, რომელზეც ორნამენტები გადავიტანეთ ცხელი მეთოდით, კლიშით. ჩვენ შევქმნით მასალა, რომლის მიხედვითაც აღვადგინეთ დაზიანებული ყუები. წიგნს რო უზიანდება რაღაცა ნაწილი, ხო? ან ზედა ნაწილი მოძრა, ან რაღაცა დროთა განმავლობაში გაიხსნა ეს ყუა, დაშორდა ყდას, ხო? შეერთება მოხდა ამ ჩვენივე გამოგონილი მასალით, რომელიც გამოდგა მართლა უნიკალური. ეს არის იშვიათი შემთხვევა. ეს უფრო ხდება უნიკალურ წიგნებზე, რომელთაც აქვს ტყავის ყდები. კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გიული პაქსაშვილის განმარტებით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მისი თქმით, ყველა პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების დაცვასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. 2026-ში ჩვენ გვაქვს გეგმაში, სივრცე გვაქვს, იცით რომ ახალ სივრცეში ვართ გადმოსულები, გამჟავების ლაბორატორიის სრულად დასრულებას გეგმავთ. გვინდა შევიძინოთ აპარატი, რომელიც დაზიანებული ფურცლის, აი დანაკარგ ადგილებს შეავსებს. იგივე დანადგარი ამზადებს ქაღალდს. ქაღალდი უკვე გვეძლევა საშუალება დავამზადოთ ისეთივე სისქის, როგორიც ჩვენ გვინდა, ისეთივე ფერის იყოს, როგორიც ჩვენ გვინდა და ეს დანადგარი საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო მეტი უკეთესი პროდუქტის შექმნის.